Hello Changers. გაუმარჯოს ჩანგურიებს, გვაჯაჯიებს, ფანჩეჩიებს, კუჩკაჩიებს და კუჭმაჭიებსაც. მოდი აქვე მოვიხსენებ აუცილებლად ეს კატეგორია არ მინდა გამომჩეს და ვის არ გინდათ რომ კუჭმაჭიები იყოთ, შეგიძლიათ უბრალოდ ჩანგურიები იყოთ, რომლებიც ოდითგანვე უყურებდნენ ამ channels და რეალური ჩანგურია ყოველთვის მეტად დაფასებულია ვიდრე კუჭმაჭიებს დაიმახსოვრეთ. დღეს უკვე მივახციეთ მე-11 გადაცემას, რაც საკმაოდ ბევრი არის უკვე ჩემთვის და აღარ შემიძლია ამის მე აღარ ჩავწერ ვიდეოს. ვისაუბრებთ დღეს ისეთ არტისტზე, რომელიც ჩემი აზრით ლირიკოსობაში შეიძლება იყოს ნომერ პირველ ადგილზე. და ბევრისთვის გასაკვირი იქნება, ზოგისთვის უცნობი იქნება, მაგრამ მთელი მუღამით ეგაა ამ ყველაფრის, რომ დღეს გავეცნოთ რეპერს სახელად Lupe Fiasco. ცოტა უნდა იჯდეს გაროჩ თავით. მისი თავი მიჭირავს ხელში. პაუზა. ვისაც არ გსმენიათ Lupe Fiasco-s შესახებ, Lupe-ს აქვს გრანდიოზული კარიერა და ანუ long runs რო გახედო ახლა Lupe-ს თავიდან დაწყებული სულ რო პირველი ალბომი აიღო, ბოლო ალბომის ჩათვლით, პატარა ფეილებს თუ არ გავითვალისწინებთ, რომლებიც რეალურად ფეილები არ არის გამომდინარე იქიდან რეკორდ ლეიბლიდან უნდა თავის დაღწევა და სწრაფ-სწრაფად გამოუშვა ბოლო იმ ლეიბლში ორი ალბომი. ამ ყველაფერს დღეს არ შევეხებით, დღეს ვისაუბრებთ ტრეკზე, რომელსაც ქვია Mural. ამავდროულად თუ ძალიან არ გაიწელა ეს ვიდეო, მინდა რომ აუცილებლად ვისაუბრო იგივე ალბომში, რომელსაც ქვია Tetsuo and Youth. არსებობს ეგეთი ტრეკი Adoration of Magi. ამ ტრეკსაც თუ მოვასწრებ, ეგ იქნება ჩემთვის დღევანდელი იდეალური ვიდეო. ამიტომ მოდი სწრაფ-სწრაფად პატარა ისტორიას მოგიყვებით Lupe-s შესახებ და საერთოდ ამ ალბომის შესახებ და ასევე წინა სიტყვა მინდა რომ ვთქვა, რამდენიმე ჩემ ძველ ვიდეოზე ნახე რომ ტიპები წერდნენ, გთხოვ რაღაც MC Lado და არეაქტე და MC Lado განიხილეთ და რაღაცები. ანუ MC Lado-s მიმართ საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, რა ის ტიპი აკეთებს თავის საქმეს, რაღაც ბარები აქვს, წკაპ. მაგრამ აი დღეს მინდა რეალურად განახოთ რა არის ანუ რა დონეზე შეიძლება იყოს ლირიკოსი, ლირიცისტი და ძალიან გთხოვთ ამ ეპიზოდის ყურების შემდეგ აღარ მთხოვოთ რომ MC Lado-s რეაქშენი ჩავწერო, იმიტომ რომ ეგ არ მოხდება. ის ორი ტრეკი, რომელზეც მინდა რომ დღეს ვისაუბრო, არის Lupe Fiasco-s ალბომიდან Tetsuo and Youth, რომელიც წინათ გამოჩნდა და ახლაც გამოვაჩენ, რატომაც არა გვაქვს საშუალება ხვაზე ვართ. და პირველი არის Mural, მეორე Adoration of the Magi. Mural არის რეპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პისდეცი ტრეკი. შეიძლება გაუშვათ იქითკენ, რომ იყოს ნომერ პირველი ლირიკულად დაწერილი ტრეკი. არ ვიცი რომელი უახლოვდება, ეხლა არ მომდის იდეაში, მაგრამ შეიძლება არსებობს რა, შეიძლება არ არსებობს. Lupe-s აქვს განსაკუთრებული ნიჭი იმისი, რომ თავისი წერის ტაქტიკა, სქემები, სიტყვათა მარაგი, ინფორმაციები, როგორც რელიგიური, ისე პოლიტიკური, ისე მუსიკალური, ნებისმიერი თემა, რაც კი შეიძლება არსებობდეს და ადამიანისთვის საინტერესო იყოს, Lupe Fiasco-სვისაც დიდი ალბათობით საინტერესოა, შესაბამისად, ამ ყველა ინფორმაციის ბურუს როგორღა დაარქმე, მაგრამ ამ ინფორმაციის ქვეშ მყოფი Lupe, რომელიც საოცარი მწერალია, ამ ყველაფერს იყენებს, რომ გააკეთოს უდედის მტკნელესი ტრეკები რა. და სულ ცოტა ხანში, როდესაც გადავინაცვლებთ კომპიუტერთან, ნახავთ თუ რეალურად რამდენად აბადმყოფურ დონეზე ყავს აყვანილი Lupe-s წერის კულტურა. Lupe-s წარსულში ქონდა ბიფი Kendrick Lamar-თან, გამოვარდნენ ასევე Reddit-ელები და კაროჩეო Kendrick-ი უკეთესია. რითი არის უკეთესი Kendrick-ი? იმითი რომ უკეთესი მუსიკის გაკეთება შეუძლია, თუ იმითი რომ უკეთესი წერალია. Kendrick Lamar-ი მაგალითად ჩემთვის საუკეთესო მწერალი არ არის. შეიძლება ტოპ 5-ეულშიც არ მოხვდეს. შეიძლება ტოპ 10-ეულშიც არ მოხვდეს. თუმცა Kendrick-ი არის საერთო ჯამში, აი როგორ თქვა, ალბათ ეგრე ვიტყვი რა, საერთო ჯამში, ანუ ჯამურად, ჯამში overall rating-ი რო აქვს რა NBA 2K-ში ან რაღაც FIFA-ში ტიპს, აი ეგ რეიტინგი დიდი ალბათობით უფრო მეტი ექნება ვიდრე Lupe-s, გამომდინარე იქიდან რომ Kendrick შეუძლია ჰიტების გაკეთება. წარსულში თუ გადავიხედებით, Lupe-საც ჰქონდა ჰიტები, მაგრამ ნუ ეგ უკვე სხვა დღის თემა. რაც აუცილებლად სათქმელი არის ამ ყველაფერში ისაა, რომ ზუსტად
მაგ მომენტში და იმ დროს, როდესაც ეს რაღაც შედარებები დაიწყო ლუპესა და კენდრიკის, ავდექი და Reddit-ზე დავწერე, რომ აი ნახეთ, მე თქვი ლუპემ გამოუშვა Drogas Waves-ი. Drogas Waves-ში იყო ტრეკი, სადაც ლუპე განიხილავს, ანუ ლუპეს აქვს სქემა აწყობილი, სადაც ის შავკანიანი აფროამერიკელები, რომლებიც გემით გადაყავდათ და მონებად ყიდნენ და გემებს როდესაც სპეციალურად ძირდნენ გემები, რომლებიც იზირებოდა გამომდინარე იქიდან, რომ ვიღაც ნაბოზარ ამერიკელებს ასე უნდათ და ეს ადამიანები უნდა მოეკლათ. ლუპე ფიასკოს აქვს ტრეკი, სადაც ეს ადამიანები, როდესაც წყალში ვარდებიან და ამათ მახოთ ეს ცურვა არიციან, არ არის ეს რასისტული, მართლა არ იცოდნენ ცურვა და ეს ადამიანები არ დამხრჩვალან წყალში. პირიქით მათ წყალში გააგრძელეს ცხოვრება და ტიპს აქვს აწყობილი ეს სქემა, რომ ეს ადამიანები წყალში აგრძელებენ ცხოვრებას, მე კიდე ერთი, ანუ ჯონილას ისტორია და კიდე ერთი ორი ბავშვის ისტორია აქვს, რომელმაც სიცოცხლე დაკარგა გარკვეული მიზეზების გამო და იყვნენ შავკანიანები და უბანში რაღაცას შეეწირდნენ. ამ ბავშვებზე აქვს კიდე ბიზნეს ისტორიები, რომ ამათი ცხოვრების ციკლი სხვანაირად წავიდა, არ მოხდა და სხვა რაღაც მოხდა და მე კაროჩი მოbrunდნენ და თავიანთი საკუთარი თავი გადაარჩინეს და და მე ვთქვი კენდრიქს რა აქვს მსგავსი გაკეთებული. მიუხედავად იმისა, რომ კენდრიქსაც აქვს მსგავსი ტრეკები, სადაც სქემები არის და ის რომ ვითომ მის ალბომს თავ წინიდან უკუღმა და ეგრე უნდა მოусმინო და სხვანაირი შეგრძნება იქნება, რეალურად ეგ პირველად გააკეთა ლუპე ფიასკომ. Tetsuo and Youth-ზე. ასევე როდესაც გამოდიოდა ლუპე ფიასკოს ალბომი, უბრალოდ უნდა გამოსულიყო Drogas Wave-ი, ლუპემ თავისი ალბომ ქავერი Twitter-ზე გამოაქვეყნა და აღმოჩნდა, რომ კენდრიკ ლამარმა რატომღაც მსგავსი ალბომ ქავერი გამოიყენა, მე რა ერქვა რაღაც Black შავი პანტერის რაღაც რო იყო რა, გარჩ ყელსაბამი და ასე შემდეგ. და ლუპე ფიასკოს ქონდა მანილა გამოსახული თავის ალბომზე. მანილა არის სპეციალური ყელსაბამის ფორმის და სამაჯურის ფორმის უпростоრად ითქმის ვალუტის ვარიაცია, რომლებსაც იყენებდნენ შავკანიანების გასაყიდად. რა თქმა უნდა, ლუპეს ბევრად უფრო დიდი იდეა ჰქონდა ჩადებული ამაში და მე ამას ძალიან დიდი ბეკლეში მოყვა. ბეკლეში მოყვა იმისი, რომ ლუპე ეუბნებოდა კენდრიქს, რომ კაროჩე შენ ნაბოზარო, რაფერ წეიღეობიო და კენდრიკმა ჩემი დედამატირეო სიმონა მაგიო შენგანო დამიღეო მეო. ბოლოს ეგეთი არეულობები მოხდა რა და დღემდე არ არის მოგვარებული ეგ თემა თუ ვინ ვისგან აიღო რაღაც და ვინ არის ესე ვთქვათ უკეთესი რეპერი, კენდრიკი თუ ლუპე ფიასკო. წავედით კომპიუტერთან და დავიწყოთ პირველი მიურალის განხილვა. ეს არის მიურალის განხილვა. ეს არის მიურალის განხილვა. უყურე რანაირია? აცმა უყურე? აქ ხედავთ მომავალს? რა ვიცი, მე ვერ ხედავს იმ. რაც იმას ნიშნავს, რომ მე რეალურად მელოდი არ ვარ. გადმოსახლით ჯანგურიებო კომპიუტერთან, სადაც მოკლედ ეს არის ჩემი დეტექტივის კედელი, სადაც რაღაც pinpoint, მოკლედ აქეთ მხარეს მაუსით განახებთ ვარ. აქეთ მხარეს გვექნება ტექსტი და აქეთ იქნება კუთხეში ვიქნები მე და ზევით გვექნება ლუპე ფიასკოს ის ვიდეო, რომელიც ვიღაც ტიპმა გააკეთა ფოტოებით. და მოდი პირდაპირ დავიწყოთ რეალურად რა ხდება მიურალში. შესავალს ცოტას გადავახვევ სემპლს მოგასმენიებთ ჯერ. საერთოდ ჩვენი სემპლი, რომელსაც მოусმენთ 8 წუთის განმავლობაში. Vitamins and minerals and Vicodin within the tubes wrapped around the arm. To see the vein like a chicken on the bond. Top cat chat, let's begin another yawn. Let's fly in sausage cheese, or is it chicken palm? But roosters don't fly like boosters don't buy. So what powers cowards to get them to the top? Just to fall asleep, listen in the box, the ribbon in La. დავიწყოთ თავიდანვე რა. We're all chemicals, vitamins and minerals and Vicodin within the tubes wrapped around the arm. To see the vein like the chicken on a barn. ჩვენ ყველა მოგვართ ქიმიური ნაერთები, ვიტამინები და მინერალები. ჩვეულებრივი დასაწყისი, მაგრამ რადგან chemicals minerals-ზე გადავდივართ, მე მოდის Vicodin, რომელიც დრაგია, ოპიატი წესით და with inner
tubes. შიგნითა ტუბებში ვაიქოდინი რეალურად ტაბლეტებით გამოდის და ტაბლეტი უნდა დაალიოთ ყიულ გამაყუჩებელია და inner tube, ანუ ტუბი, მილი, საყლაპავი მილი რა. ვაიქოდინი საყლაპავი მილში, მაგრამ ვაიქოდინი ქუჩაში გავრცელებული დრაგიც, რომელსაც იჩხერენ wrapped around the arm. შემოხვეული ხელზე, короче, იდაყუზე. რომ ვნახოთ ვენა, როგორც ქათამი ბარნზე. რასტრა, ანუ ყველა წამს ხო არ დავაპაუზებ რეალურად რა, აი, რომ ვნახოთ ვენა, როგორც ქათამი ბარნზე. ვეინი რეალურად არის როგორც ვენა, მაგრამ ვეინ, ანუ V-A-N-E არის აი ზუსტად ეს რაღაც, რომელსაც ბარნების თავზე აყენებენ ქარის მიმართულებით რომ გაიგონ, короче, ქარის მიმართულება რომ გაიგონ საერთოდ. Chickens კიდევ ერთხელ დავაკვირდეთ, რომ chicken-ი გვაქვს სქემაში. Top cat chat, let's begin another yarn. Top cat chat ნიშნავს, რომ მაღალი ეშელონის საუბარი დავიწყოთო. უბრალოდ მაღალი ეშელონის საუბარი და დავიწყოთ კიდევ ერთი yarn. Yarn ასევე საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელობაა, მაგრამ yarn ამავდროულად ნიშნავს იმ ხვეულ ძაბს, რომლებსაც კატები ეთამაშებიან და რადგან გვაქვს ნახსენები cat, ამავდროულად მოდის yarn-ი, მაგრამ რადგან barn-ი yarn-თან ირითმება და ამავდროულად top cat chat, ხო ის არის საუბარი და საუბარი ხო ასევე yarn არის. That's flying sausages or is it chicken parm? საინტერესო ის არის, რომ flying sausages რომ დაუკავშიროთ top cat chats, fromage de chat, მე მგონი ეგრე ქვია იმ ყველს, რომელიც კატის რძისგან კეთდება რა და ასევე chicken parmesan-ი, რომელშიც გამოიყენება ყველი. But roosters don't fly like boosters don't buy. So what powers cowards to get him to the top just to fall asleep listening to Bach. პიზდეცი რა არის ახლა აქ? პიზდეცი ის არის, რომ რუსტერებს ფრენა არ შეუძლიათო, ანუ მამლებს და ბუსტერები ანუ და როგორც ბუსტერები არ იყიდო რა, ბუსტერები არიან ტიპები, რომლებიც რაღაცას იპარავენ და შემდეგ ცდილობენ, რომ ან გაყიდონ, ან რეალურად იმ რეპერებზე არის პარალელი გავლებული, რომელიც იპარავენ სხვების სკილებს და სტილებს, რომ რაღაც გააკეთონ, მაგრამ, ну, короче, ბოლოს მაინც არ იყიდება რა. და რა აძლევთო ძალას coward-ებს, ანუ იმ ტიპებს, რომლებიც რაღაცებს პარავენ, ამ შემთხვევაში ლუპე ვთქვათ, რომ ავიდნენ მაღლა, ანუ ტოპ ჩარტებზე რო ავიდნენ რა, მხოლოდ იმიტომ რომ დაიძინონ ბახზეო. აქ რა არის პარალელი რა? პიზდეცი კიდევ ერთხელ აქედან დამოწყებული რა, chicken-ი და barn-ი და короче, აი აქაც რო chicken parm-ი, rooster-ი, ეს ხო ყველა ქათმის ეს არის ანომალია რა იყო და ქათმის რეფერენსია და ქათმის ხმა ძალიან ხშირად გამოიყენ, ანუ ითქმის როგორც Bach chicken, მაგრამ Bach როგორც Bach, ანუ იოჰან სებასტიან ბახი. Sleep on somebody ნიშნავს, რომ ვერ შეამჩნიო რამდენად პიზდეცი ტიპი არის ეს და ესე ვთქვათ გეძინოს მის ხმაზე და რანაირად შეიძლება დაიძინო ქათმის ხმაზე, ან უბრალოდ მამლის ხმაზე, იმიტომ რომ დილით მამალი გაღვიძებს. მოდი თავიდან გავყვეთ ამ ყველაფერს და კიდევ უფრო ესე ვთქვათ ვიზუალურად კარგი სანახავი იქნება თუ რას საუბრობს ლუპე რა. Chemicals, vitamins and minerals and Vicodin within the tubes wrapped around the arm. The seated vein like a chicken on the bond. Top cat chat, let's begin another yarn. Let's flying sausage cheese, or is it chicken palm? But roosters don't fly like boosters don't buy. So what powers cowards to get them to the top? Just to fall asleep, listening to Bach. The ribbon in the sky გავაგრძელოთ. is the ribbon that I drop. Dribbling the eye across the prism of a clock that lacks meaning, but racks up stacks of fat reading to catch chief and wrapped up plants from trap dealings. Now what's a coffin with a scratch ceiling? And what's the talking without the match feeling? That's berry living and cherry picking every lemon from your berry system, then proceed with the pack feeding. When I was ამ ყველაფერს ამჯერად უბრალოდ გავატარებ, იმიტომ რომ ყველაფრის ახსნა მართლა 2 საათიანი ვიდეო გამოვა.
და აღვიქვათ როგორც უბრალოდ the ribbon in the sky is the rhythm that I drop, dribble in the eye across the prism of the clock. The legs meaning, but racks up stacks of fat reading, cat chief and wrapped up plans from trap dealings. ისევ ის სქემა მიდის რა. აქ chief kifis რეფერენცია, ტრეპერ, კაროჩ, ანუ იმ ტრეპის ტრეკებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, არაფერს არ ამბობენ ტიპები მან ჩათვალე. გავაგრძელოთ ჩემი ფავორიტი ლაინებიდან. Now it's the coffin with the scratch ceiling. What's that talking without the match feeling? That's buried living and cherry picking every lemon from your berry system that proceed with the pack feeding. ისევ ქათმის სქემას დაუბრუნდა ტიპი, მაგრამ cherry picking every lemon, cherry picking ხო რეალურად გამოთქმა არის, რომ არჩიო რაღაც, მაგრამ cherry ხო ხილია და ლიმონიც ხო ხილია from your berry system, berry-ც ხო რეალურად კენკრა და კენკრა და cherry, კაროჩე ტიპი იმენა სახეს იძრობს ვაფშე აქ ის რაღაცებს აკეთებს რა. When I was young, I had visions of another world. Sneaking looks at the porn stash of my brother Hurl. Incense smoke made vortices and other curls. Casting calls for porn films and ad space for rubber girls. I like my pancakes cut in swirls. Moroccan moles and undercover squirrels. I like cartoons, southern cities with large moons. Faith healers, ex-female drug dealers and art booms. Apologize. When I was young, I had visions of another world. Sneaking looks at the porn station, my brother Hurl. Incense smoke made vortices and other curls, casting calls from porn films and ad space from rubber girls. I like my pancakes cut in swirls. Moroccan moles and undercover squirrels. I like cartoons, southern cities with large moons, faith healers, ex-female drug dealers and art booms. Bro, ჩვეულებრივი ისტორია რა, როდესაც პატარა ვიყავი, სხვანაირი ხედვა მქონდა ცხოვრებას, მაშინ ანუ მისი ინოსენსი რეალურად დაიკარგა, მაშინ როდესაც მისი ძმის რაღაც პორნო გაზეთები იპოვა. Incense smoke რეალურად მეტაფორა ასევე იმ სენსაციის, ანუ როგორ არის სასიამოვნო სენსაციების, რაც რეალურად მოყვებოდა იმ ყველაფერს, რასაც ხედავდა გაზეთებში. ვორტისები და curls რეალურად იგივე ფორმებია, რითაც შეგიძლია აღწერო ქალი, მაგალითად მისი მოყვანილობა, გიტარასავით ქალიაო ჩვენთან რომ ამბობენ, აქ სხვანაირადაც შეუძლიათ ტიპებს რომ აღწერონ ქალები. აქ ეს თითქოს ყველაზე მარტივი ლაინი არის მთელ ტრეკში, რომ I like my pancakes cut in swirls, Moroccan moles and undercover squirrels. მაგრამ ესეც ასევე რეფერენცია არის იმასთან, რომ მისი ბავშვობის მოგონებებს იხსენებს, როგორ უყვარდა pancake-ებს რო swirl, ანუ ამ ჭრით უკეთებდნენ სპეციალურად რა. რომელიც ჩანს ვიდეოშიც ეს Moroccan moles and undercover squirrels თუ არ ვწდები რომელიღაცა ანიმაციის რეფერენცია ალბათ რომელსაც ასევე ბავშვობაში უყურებდა რა ხო I like cartoons other cities with large booms faith healers ex-female drug dealers and art booms ესენი არის ყველაფერი რეფერენსი იმ დროინდელი TV შოუების და მულტფილმების რომლებსაც ლუპეი ბავშვობაში უყურებდა Apologize for my weird mix What tastes like hot dogs and tear drips and looks like pantomime and clear bricks and smells like shotguns and deer piss they on a hunt kinda salty that I'm going hard first ბოდიში ჩემი უცხო მიქსისთვის რას აქვს გემო hot dog-ის და ცრემლის წვეთების Marils and looks like pantomime and clear bricks პანტომიმაც და გამჭვირვალე აგურებიც რეალურად ანუ გამჭვირვალე აგური ხო რეალურად მარილია და პანტომიმაც ის რაც ანუ არ ჩანს რა and smells like shotgun and deer piss მონადირეები თავის შესანიღბად და კაროჩე ირემი რო ვერ მიხვდეს რო ისინი აქ არიან იყენებენ ირმის ფსელს რომელიც ძალიან სტრანია, მაგრამ იყიდება და შეგიძლიათ შეიძინოთ. ისევ მარილთან მიდის ბაზარი, იმიტომ რომ შარტი მარილს შეიცავს. They on their hunt kind of salty that I'm going hard. და ბოლოს როგორც იქნა მოგვაწია ის რაზეც ამდენი ხანი ტვინს ტყავდა რა. Kind of salty that I'm going hard. ისინი ნადირობენო და kind of ნერვები მოშლები არიან, რომ მე ესე Tesla dwaro რა დაახლოებით ამის თქმა უნდა First part of a party that I throw in pods 1 minute you playing pool next minute you throwing darts but that's how you do with a party that you throwing bars I run the gambit like I'm throwing cards Bro, ესეც კიდევ ერთი მეტაფორა იმისი რომ
ფარტიზე რეალურად ხდება ბილიარდის და დარტის თამაშები და ბილიარდის თამაში უფრო მეგობრულთან არის დაკავშირებული, დარტის როლა რეალურად taking hits ვიღაცას რო დისავე გეთიხოდი რა და თვითონ bars არის ომონიმად გამოყენებული იმისთვის რომ ბარი როგორც ბარი ან punchline და ბარი სადაც რეალურად ბილიარდს და დარტს თამაშობენ. მთელი მუღამისაა რომ ეს ყველაფერი იმიტომ არის ნათქვამი რომ ტიპებს უთხრას ერთ დღეს მეგობრული ტიპი ხარო, მეორე დღეს ზურგს უკან მაჯვამ რაღაც ეგეთი ხოდი რა. მაგარი სტრანია ქართულად თარგმნა, მაგრამ მთელი ხოდი ამ ყველაფრის ისაა რომ მაგრამ მე ვიციო რომ ეგრე ხდება იმ პარტიებზე რომლებიც ბარებში იმართებაო რა და ბარებში იმართება როგორც ბარებში ან დაწესებულებებში და ბარებში როგორც punchline-ებით რა. I've run a gamut like I'm throwing cards და run the gamut რეალურად გამბიტი ეს არის gamut ანუ გამოტი color ქართულად არ ვიცი როგორ აღარჩე რა გამბიტი გამოითქმის ისე როგორც gamut I've run a gamut like I'm throwing cards და ეგეც ორმაგი მნიშვნელობისაა რა და გამბიტი ხო რა თქმა უნდა კარტებს ისვრის ხო და ამავდროულად გამუტის მთელი მუღამი ისაა რომ გაზომო მაგალითად შენი ლეპტოპის ეკრანის color გამუტი რამდენია თუ მაგალითად 100%-იანია ესე იგი ყველაფერს მოიცავს რა იმ ყველა ფერთა სპექტრი ეგ ალბათ ხო color გამუტი ღმერთო ჩემო და ისევ ამ რეფერენს უბრუნდებით რომ ლუპეს ყველა რეპ სპექტრი აქვს რა ესე ვთქვათ color გამუტი რომ რეპს დაუკავშიროთ თუ რეპში რამე ხდება ლუპეს ყველა სკილი აქვს ანუ მისი რეპის ფერთა სპექტრი 100%-იანია ასე ვთქვათ რა პოპულარული მექანიკებიდან დაწყებული გულის გაჩერებამდეო რა ან overdosing hard და hard თუ ესე გაიწყება მაშინ overdosing hard გამოდის და overdosing hard ორივეს დაახლოებით ის მნიშვნელობა აქვს რომ შემიძლიაო რომ პოპულარული მექანიკებით შემოგთავაზო ანუ მისი ალბომი მაგალითად Lasers და ის რომ superstar ტრეკი ლუპესი ძალიან პოპულარული იყო და ამავდროულად overdosing-ი მოგივიდესო იმ hard punchline-ებით რასაც ვიძახიო რა Just like Nova Scotia landscapes, nerd gang, McMandel brought sets when we handshake. A word game, back up, playing that can damn lakes back up. The word playing that the man states means I can still be the man if the dam breaks. And when the man breaks, some reflections what they can't face. But Pyrrha still treat the mirror like it's a fan base. The unfettered veteran, the eagle feathered man of medicine that hovers above cities like weathermen, or maybe weather woman. Whatever better to tell you weather coming. I prefer girls to rain all over the world. სანამ რეინის მთელ სქემას დაიწყებს ლუპე, მოდი ამ ყველაფერს გადავხედოთ. Paint cold pictures like Nova Scotia landscapes. Nova Scotia არის აი ეს რა ჯანდაბა ქვია. კარჩ სანამ ამ ყველაფერს ჩავწერ, ქართული შესატყვისები უნდა დავსერჩო. ახალი შოტლანდია, კაროჩე რა. უმარტივესი რეფერენსი Paint cold pictures like Nova Scotia landscapes. Nerd gang make Mandelbrot sets when we handshake. ხაზგასმა იმაზე რომ nerd gang-ი ვართო, კაროჩე, მაგრამ ამავდროულად თუ ნერდი ტიპი არ ხარ, რეალურად Mandelbrot-ის სეტი არ გეცოდინება რა არის და შესაბამისად ამას იყენებს იმისთვის, რომ ჩვენ ნერდები, როდესაც handshakes ვაკეთებთ, ანუ ერთმანეთს უკავშირდებითო, Mandelbrot-ის სეტები იქმნებაო და ნუ Mandelbrot-ის სეტი შეგიძლიათ დასერჩოთ და ნახავთ. რეალურად იდეა ისაა რომ სილამაზე იქმნებაო კაროჩე რა. აქ ისევ სიტყვების თამაში მიდის, რაც ასევე უკავშირდება იმას, რომ სილამაზე იქმნება. A word game backup plan that can dam lakes. Backup the wordplay and plain that the man states means I can still be the man if the dam breaks. And when the man breaks, I'm reflections what they can't face. My peers will still treat the mirror like it's a fan base. კაროჩე ამის წაკითხავს გონი აზრი აქვს, იმიტომ რომ არ შემიძლია ამის გამოთქმა. The unfettered veteran, the eagle feathered man of medicine that hovers above cities like weatherman or maybe weather woman. Whatever better to tell you weather coming. I prefer girls that rain all over the world. დაუბრუნდეთ ახლა ამ ყველაფერს რა. აქ რაც ხდება რა, ჯერ ხო სიტყვების თამაში პიზდეცია, ანუ word game backup plan. ან word game ჩემ backup plan-ია, რომელსაც შეუძლია გააჩეროს ტბები. Dam არის კაშხალი, ან ჯებირი თურნავი რაც გინდა ის დაუძახი. კაროჩე რომ გააჩეროს ტბები.
რეფერენსი არის იმასთან, რომ ლუპემ თავისი word game-ი, ანუ სიტყვათა თამაში შემოინახა, მაშინ როდესაც თუნდაც Lasers-ი გამოუშვა და მაინც პოპულარული გახდა რა, მაგრამ back up the word playing that the man states means I can still be the man if the dam breaks. ანუ სულ რო პირი მომეთყნასო რა, როდესაც დემი დაინგრევა, ანუ კაშხალი დაინგრევა, ეს ყველაფერი გადმოინთხევა აქით, რასაც აქამდე აჩერებდა, ანუ მისი ლირიკული შესაძლებლობები, რასაც რეალურად ხედავთ ამ თელ ტრეკში რა, იმიტომ რომ ეს ალბომი Lasers-ის შემდეგ გამოვიდა და რადგან Dam Breaks ასრულებს შემდეგ ისევ სიტყვათა თამაში მიდის, რომ when demand breaks და როდესაც მოთხოვნა აღარ არისო, მე ვარ იმის რეფლექცია, რისი ნახვაც არ შეუძლია, მაგრამ ისევ რეფლექცია და can't face, ანუ შენ სახეს ხო reflection-ში ხარ, შენ reflection-ი ხო სახეა. Короче, და my peers will still treat the mirror like it's a fan base და ჩემი შვილობილები, ანუ ჩემს მერე ვინც მოდიანო სხვა რეპერები სარკეს აღიქვამენო როგორც fan base-ადო რა, ანუ საკუთარი თავისთავები არიანო. საკუთარი თავის ფანები არიანო მხოლოდ რა. პიზდეცი სქემა გაიჩითა აქ, თან ფლექსაობს იმითი თუ რისი გაკეთება შეუძლია და რა გააკეთა იმის გარეშე რაც შეეძლო და რისი გაკეთება შეუძლია, როდესაც ხალხს აღარ მოუნდება ის ძველი ვერსია და რასაც აკეთებს ახლა. და პიზდეცი დაჯმაც იმ ტიპების, რომლებსაც თავიდანვე აჯვამდა რა, თუნდაც იქ Chief Keef-ის და ტრეპ რეპერების დისი როდესაც იყო დასაწყისში. აი ამას უკვე აზრი არ აქვს, იმიტომ რომ დღემდე არ ვიცი რას ნიშნავს რა. Unfettered the eagle feathered man of medicine that hovers above cities like weatherman. არ ვიცი რომ მართლა არ ვიცი ეს რას ნიშნავს, просто აი ეს მარცვლები იმდენად კარგად ლაგდება რაღაც ეგრე გამოითქმის რა. Unfettered the eagle feathered man of medicine that hovers above cities like weatherman. მოდი აი ქალების სქემას გავყვეთ და თვითონ რეინის სქემას, ეხლა აქედან რაც წამოვა ქალების სქემა რა შუაში იყო, აი რეინის სქემა იწყება, რომელიც აი სრული აბსურდია რა. Girls to rain all over the world and the men to maybe weather woman, whatever better to tell you weather coming. I prefer girls to rain all over the world and not rain like Rain Man, or rain like rain dance, or rain like a slight chance of rain when it's rain, and a rain like dear slaves to Santa Claus, slave man, but rain like queens that reign over made man, and not queen like Queen Killer, Rhapsody Bohemian Queen, but queen like white glove wave hand. And not wave hand like it's a heat wave, so you make a fan by waving your hand. I'm talking wave like you saying hey man, and not hate for horses and horses like you almost voiceless. You gotta treat your vocal cords like it's a fortress and treat every single one of your words like reinforcements, and especially when you're recording, cause that's the portion that's important. When I was reporting that I was poor, but now I'm more than it's still. ვავა ღმერთო, აქ ვიქნებით დღეს მთელი ღამე. Ну, короче, აქედან წამოწყებული რა, Weatherman-იდან დაწყებული და or maybe weather woman ლუპეს უყვარს ესეთი რაღაცების კეთება, როდესაც რაღაცას ახსენებს, რაც შეიძლება იყოს ჰომონიმი, ანუ ორ მნიშვნელოვანი სიტყვა და მე იტყვის, რომ ეგ კი არა იქნებ ეს და ფრისტაილებში რამდენჯერმე გაუკეთებია მსგავსი რაღაც რა და აქ მთელი ეს სქემა არის იგივე ტიპის, რაც ეხლა ვსაუბრობდი რა. I prefer girls than rain all over the world. მე მირჩევნიაო ქალები, რომლებიც rain ხო არის, როდესაც ანუ მეფერო თავის სახელმწიფოს აკონტროლებს, მაგის შესატყვისი რა იქნება. Короче, ეგ გამოდგა. მე მირჩევნიაო გოგოები, რომლებიც მეფობენ სოფლიოზე და არა რეინი როგორც რეინმენი და არც რეინი როგორც რეინ დენსი, როგორც წვიმის პატარა შანსი, როდესაც მაინც უნდა იწვიმოსო და არა რეინი როგორც dear slaves, ანუ რეინ დიერი ხო ირემია, რომელიც სანტას ყავს, ხო ირმები ქვიათ სანტა. Короче, მაგრამ რეინი როგორც დედოფლები, რომლებიც მეფობდნენ და ისევ rain მიდის, made men ვინც იყვნენო რა, ანუ
ვისაც თესლი ტიპები ეგონათ თავი მაგათ თავზე რო იდგნენ და მაგათზე ვინც მეფობდნენო ეგეთი ქალბატონები მევასებაო რა და ეხლა აქედან Queen-ით მოდის და კაროჩ გრძელდება ქვევით სულ ნებისმიერ რენდომ გადახტომები რა და არა დედოფალი როგორც Queen Killer Rhapsody Bohemian Queen არა ისეთი Queen Killer-იო როგორც Bohemian Rhapsody-ის უბრალოდ Queen-ის Bohemian Rhapsody-ო არამედ Queen როგორც თეთრი ხელთათმანით ხელის დაქნევაო და ნუ ინგლისის დედოფალი ცნობილი იყო იმით რომ გამოდიოდა და თეთრი ხელთათმანით ხელს გიქნებდა და არა ხელის ქნევაო როდესაც heat wave-ი გედება ანუ ხელის ქნევა იარაღით არა ის როდესაც გესვრიანო უბრალოდ არამედ ხელის ქნევა რომლითაც ფანს იძენო და მე ვსაუბრობ wave-ზე როგორც თითქოს შენ ამბობდე hey man და არა hey როგორც ცხენებისთვის ანუ თივა რომელსაც ცხენები ჭამენ და არც horses-თი ანუ ყელის ტკივილთანა თუ არ ვწდები კავშირში და ასევე უკავშირდება horses-თი როგორც შენ ანუ almost voiceless როდესაც ყელი გტკივა კარგად ვერ საუბრობ ანუ voiceless ხარ you gotta treat your vocal cords like it's a fortress you treat every single one of your words like reinforcements შენ უნდა მოეპყრო შენ vocal cords როგორც ციხესიმაგრესო და მოეპყრო თითოეულ სიტყვას თითქოს ესენი იყვნენ შენი ციხესიმაგრის გამაგრებლებიო ანუ reinforcements არმია შეიძლება იყოს რა რომელიც ამ ციხესიმაგრეში იმალება ყველაზე მეტად მაშინ როდესაც ამ ყველაფერს იწერო იმიტომ რომ ეგ არის პორცია როდესაც რაც მნიშვნელოვანიაო მაშინ როდესაც მე ვარეპორტებდიო როდესაც ვიყავიო ღარიბი მაგრამ ეხლა ბევრად მეტი ვარ და გჭირდება ისევ poor უნდა ეთქვა ალბათ აქ But now I'm more than it's still hooker heels on my sugar hills and sweet spots crying shames make margarita rims from cheap tops deep plots and floor to ceiling windows for my pea pots a little scene swift as sickle swings to make the wheat drop in 100 words for them hummingbirds that like to eavesdrop and fan out like peacocks with a parakeet that beatbox so the sun rise when the beat drop and the sun dies when the beat stops გრძელდება ტანჯვა It's still hooker heels on my sugar heels and sweet spots. Hooker heels არის გამჭვირვალე ფეხსაცმელები, რომლებიც სტრიპერებს აცვიათ რა, რომელიც გამჭვირვალეა და გამჭვირვალე ინგლისურად არის clear და პირდაპირ რო გაყვერა clear, მოდი ჯერ ამასაც გავუსვათ ხაზი რომ sugar heel არის რეფერენსი sugar heel gang-ის და sweet spots რეალურად არ ვიცი, ამიტომ ეს ვიცი რისი მეტაფორაც არის რა. რომ ყველაფერი ისევ ნათელიას თემაა რა, it's clear, ანუ hooker heels ხო გამჭვირვალეა და clear ხო გამჭვირვალე ხო clear-ი, ანუ კაროჩ ტიპს იმის თქმა უნდა, რომ sugar heel gang-ი ხო და ანუ gang-თან და ქუჩის ცხოვრებასთან ისევ ახლოს ვარო რა, ეგაა მთელი შინაარსი ამ რაღაც საშინელება ლაინის, რომლის ახსნა კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე აქამდე თავში წარმომედგინა. Crying shames make margarita rims from cheap tops. კიდევ ერთი აბსურდული მეტაფორული სქემა, რომელიც ისევ სტრიპტიზიორებს უკავშირდება. Crying shames, ანუ სირცხვილის ტირილი დავარქვათ, რომლებიც, ნუ, ახასიათებთ სტრიპტიზიორებს. ფილმებშიც ეგრეა, რავი. Make margarita rims from cheap tops. როდესაც სტრიპტიზიორები ტირიან, ანუ ეგ ცუდ ხასიათზე არიან, მიდიან და სვამენ მარგარიტას, რომლებიც იაფი შემადგენლობისგან კეთდება რა, ყველაფერი იაფიანი არის მაგ სასმელში, იმიტომ რომ მაქსიმალურად ნაკლები ფული უნდა დახარჯონ. თუმცა ეს მარგარიტები კეთდება cheap top-ისგან და cheap top, ანუ to get a top იაფიანი მინეტისგან აღებული ფულით ნაყიდი მარგარიტებით უნდა თორო თავიანთი სირცხვილის ტირილი დაფარონო თუ კაროჩი ანუ შიგ ხო არა აქ რას ქვია ეს ყველაფერი deep plots in floor to ceiling windows for my pea pots ესეც ალბათ რეფერენსი არის იმისი რომ floor to ceiling window-ები თუ გაქვს ყველაფერს კარგად ხედავ რაც შეიძლება ამავდროულად იმის აქამდე არ მიფიქრია ამაზე რომ pea pots პოტში ხო რეალურად მცენარეებს ზრდი
მაგრამ კაროჩ მე მგონი ამიტანი შორს წასვლა რა. იმას ვფიქრობდი ახლა რომ ზერო შემოდის, რადგან კარგად შემოდის პოდ ხო ისაა და მისი მცენარეების გასაზრდელად ან მისი აზრების გასაზრდელად კარგია, როდესაც ყველაფერს დიდი ფანჯარიდან ხედავს. არ გამორიცხავ რომ ეგ შეიძლება ერთ-ერთი იდეა იყოს ამ ყველაფრის. A little scene with the sickle swings to make the wheat drop. წარმოდგენა არ მაქვს სიმართლე გითხრათ, მე მგონი არც არაფერს არ ნიშნავს ისეც, იმიტომ რომ sickle swing-ი არის ცელის მოქნევა, რომლითაც wheat-ი იჭრება რა, ხორბალი. 100 words for them hummingbirds, ანუ 1000 სიტყვა იმ hummingbird-ებისთვის, რომლებსაც eavesdropping-ი უყვართო, ანუ ჭორიკანა ტიპების, რომლებიც ყურს მიგდებენ, შეიძლება ჭორიკანა არ იყოს, მაგრამ კაროჩ ყურს ვინც მიგდებსო მაგათვის ეს სიტყვები და fena like peacock კუდი გაშალი ფარშევანგო მათ იმ პარაკიტებისთვის, რომლებიც beatbox იწყებენო რა. ანუ მთელი მუღამი ამ ყველაფრის ისაა, რომ ლუპე ამდენ რაღაცას იძახის იმისთვის, რომ ვიღაც ცუთი ყუშებმა დაიწყონ beatbox-ი იგივე რაღაცებით რა, მაგრამ რეალურად hummingbird-ი ხო ham სიმღერას ნიშნავს, ჩურჩულით სიმღერას და ლუპე რასაც აკეთებს, იმასთან ახლოსაც ვერ მოდის იმ თუთი ყუშების beatbox-ი, რომლებსაც ვიღაც ჩიკ-ჩუს რეპერები აკეთებენ რა. აი აქ რაც ხდება, რეალურად უბრალოდ ვიდეოში განახებთ რა რეფერენსებიცაა და ეგ უფრო მარტივი იქნება, ვიდრე ის რომ ყველაფრის ახსნა დავიწყო. Fan out like peacocks with a parakeet that beatbox so the sun rise when the beat drop and the sun dies when the beat stops. Then it unties, then it relocks, then it relapse, then it detox, then he back like a heat pack on his kneecaps at the weak spot cause he want what we got like yeah. South Central-ის რეფერენსი რა შუაში იყო ვერ ხვდები, მაგრამ იქამდე მივხვდით რეალურად ის Detox-ი, Relapse-ი, Hitpack-ი, Kneecaps-ი და ყველაფერი საიდან მოდიოდა ეგ რეფერენსები რა. მე მგონი ბევრს არც არაფერს არ ამბობს აქ არასდროს მიგწევი ამისთვის ძალიან დიდი ყურადღება. თუ ვინმე მიცით ამის შინაარსი შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ. გადავიდეთ ეგრეთ წოდებულ verse 2-ზე, რომელიც verse 2 არ არის, უბრალოდ პატარა პაუზის მერე ბრუნდება ლუპე და დავაი. Like a young honorary Morrissey, then spit it to the golden lock thoughts who like they porridge all watery, not scorching nor sorbety from the still orbiting sorcerer sorcery coming down gorgeously, just like a Stacey Dash waterfall, a more torturing a waterboarding Barbie doll, a river of women like Brazilian carnival, swimming in feminine bikinis made out of barbasol. Somebody give them the volleyball. აქ გავჩერდეთ და გავყვეთ ახლა აი ამ ყველაფერს. და შემდეგ ვქმნი forge-ავ, როგორა კაროჩ ვქმნი პოეზიას, როგორც ახალგაზრდა მორისი ინგლისელი ვოკალისტია, თუ არ იცით, საკმაოდ კარგი შემოქმედება აქვს, შეგიძლიათ ნახოთ. Then spirit to the golden luck thoughts who like their porridge all watery, not scorching nor sobery. ეს არის უსაზიზღრესი სქემა. იმიტომ რომ Goldilocks და სამი დათვის ზღაპარი არის ის ზღაპარი, როდესაც დათვები შეიპარებიან თუ დათვი შეიპარება ამ ქალთან სახლში და გაკეთებულ საჭმელებს რომ მიადგება კაროჩ ერთი პიზეცაც ხელი როა, მეორე საშუალო ცხელი და მესამე იდეალური კონსისტენციის ესე ვთქვათ რა. Then spirit to the golden luck thoughts, golden locks, ანუ ქერათმიანი ქალი, მარტივად რო ვთქვათ რა, და spit არის გაურეპო და შემდეგ ვურეპავ, ან შემდეგ ვეუბნები ქერათმიან ნაშებს, რომლებსაც თავიანთი საჭმელი გაწყლიანებული უყვართო. ცნობილი სტერეოტიპი, რომ ქერათმიანი ქალები სულელები არიან. იმ ქერათმიანი დებილებისთვის საუბრობო, რომლებსაც თავიანთი საკვები გაწყლიანებული უყვართო და რაში არის მთელი მუღამი ახლა გაწყლიანებული საკვები არის საშინელება რეპ ტრეკები, რომლებიც რადიოში ისმინება და ამას ქერათმიანი, მაგალითად დრეიკი რო აიღო რა, ყველაზე მარტივია და დრეიკს რო რაღაც ქერათმიანი დებილი ნაშები უსმენენ, პროსტა იმიტომ რომ დრეიკი და
ჩემი არც scorching არის და არც sorbet-ი, ანუ ის მესამე არის, რომელიც იდეალური კონსისტენცია იყო, რომელიც იმ დათმა ყველაზე ბოლოს შეჭამა რა. მაგრამ თავიდან ყველა ამ იმას ახდება ცხელს და რაღაც, короче, არასასურველ საჭმელს ახდება, საჭმელი ისევ მეტაფორა იმისი დისკოგრაფიის ან რაღაც ტრეკის რა. აბსურდია, короче. და თუ არ გჯერათ, რომ ეს ნამდვილად ამის მნიშვნელობა იყო, შემდეგი ლაინიც მაგას მიყვება, რომ from the still orbiting sorcerer or sorcery, იმიტომ რომ რადიოში წამოსული ტრეკები ხო რადიო სიგნალებია, რომელიც რა ქვია, ტელესკოპი არა და ღმერთო სატელიტებიდან იგზავნება და still orbiting არის უბრალოდ ეგ სატელიტი რა, flying sorcerers რო გავსო ან sorcery-თ რო უშვებსო ამ ტრეკებს დედამიწაზე უბრალოდ იმ ქერათმიანი დებილებისთვის მოსასმენად რა. Coming down gorgeously და ისევ ჩამოდის აქ რა ეგ ყველაფერი ისევე როგორც Stacy Dash's What the Paddy or more torturing a waterboarding Barbie doll, a river of women like Brazilian carnival swimming in feminine bikinis made out of barbasol. Somebody give them the volleyballs. If you love it, don't ever send it to Molly Malls. Coming down gorgeously, just like a Stacy Dash waterfall. Stacy Dash ვინც არის ციტარის ეს ქალბატონი, რომელიც Kanye West-ის ტრეკში იყო და ამ ტრეკს ქვია All Falls Down და ასევე Waterfall და Coming Down-თან არის კავშირში, რომ Kanye-ს ტრეკსაც All Falls Down ქვია და Stacy Dash მან დიყო. წარმოუდგენელი არ მაქვს აქ რა ხდება რა. მე მგონი უბრალოდ basic სქემა იმისი, რომ ბიკინიან ქალებს და ბრაზილიურ კარნავალს და ბარბასოლიცის როგორც ჩვენ ჯილეტის კრემი გვაქვს, ეგრე არის საპარსი კრემი ქალებისთვის. არ ვიცი მართლა გითხრათ თუ ვინმეს გაინტერესებს, შეგიძლიათ უფრო ღრმად ჩაუჯდეთ ამას. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი არის რაც ამის შემდეგ ხდება. If you love her, don't ever send her to Molly Malls. Homie, if she lonely, she might end up in Macaulay's claws. Coming out the closet over goblets down at Mardi Gras. The fame, champagne, walk of shame, lobby call. My rap position was black condition and activism, ammunition for abolition missions, attacking systems, but they not after listen. Less is dropping, no Activision. Are we apps or are we bodies filled with apparitions? Operating applications stuck inside an Apple prison. Chicken hacking, download updates that lack religion. Or are we more? ღმერთო, აი სად ვართ? აქედანვე რა, თუ გიყვარს, არასდროს არ გააგზავნო Molly Mall-თან. Molly იყო ტიპი, რომელიც დაიჭირეს, მე მგონი, ადამიანების გაყიდვის გამო რა, human trafficking-ზე დაიჭირეს, короче რა. და აქვე homie, if she lonely, she might end up in Macaulay's claws და homie lonely, ანუ home alone და Macaulay Culkin თუ როგორც გამოითქმის ამ ტიპის სახელი რა. თუ ის მოწყენილია, ან თუ შენი გოგო მოწყენილია, შეიძლება აღმოჩნდეს Macaulay Culkinis კლანჭებშიო რა, იმიტომ რომ Macaulay Culkin home alone ბავშვი სულ სახშია. Короче, coming out the closet over goblets down at Mardi Gras. Closet-იდან გამოსვლა, ну, იცით რასაც კავშირდება და გობლეტი არის ის სასმისი, მაგრამ აქ არის მე მგონი ჰარი პოტერის რეფერენსი, რომ თავიდან ჰარი ცხოვრობს იმ რაღაც კიბის ქვეშ საცხოვრებელში, პატარა ოთახში და იქედან გამოდის მერე Mardi Gras-ეო რა და Mardi Gras დიდი ფესტივალია, რომელშიც რა ვიცი, სხვა ჩაცმულობებით იღებენ მონაწილეობას და ესეც შეიძლება რეფერენსი იყოს იმისი, რომ ტიპები არსაიდან უცებ რაღაც ბიზნეს ფესტივალებზე იჭრებიანო და აქედან მოყვება მე რომ the fame, champagne, walk of shame, lobby call, პოპულარობა, შამპანიური ესენი ლუპესთვის რეალურად არ ყოფილა პრიორიტეტები რა, როდესაც შემოვიდა პირიქით რაღაც აქტივიზმით მოვიდა და რამდენიმე ტრეკებში რაღაც პოლიტიკური ვერსიებიც ჰქონდა და ხალხს შეუნებოდა რომ თავი დააღწიეთო რა ამ ყველაფერსო, მაგრამ ეს ანუ ტყვიები და მისიები რომ სისტემაზე შემეტიაო, მაგრამ ისინი არ მისმენენ სანამ უბრალოდ თუ ამ ყველაფერს Activision-ი არ აგდებსო რა და აქ საერთოდ ვაფშე აი აქედან რა აზე მიდის პიზდეცი აქცენტი. My rap position was black condition of activism, ammunition for abolition missions, attacking systems, but they're not apt to listen unless it's dropping on Activision.
Are we apps or are we bodies filled with apparitions, operating applications stuck inside the Apple prison, chicken hacking, download, updates, the lack religion. ხო შეიძლება ზოგჯერ ტიპმა ეგეთ რაღაც გააკეთოს და შინაარსი არ ქონდეს, მაგრამ ამას აქვს. და მთელი მუღამით ისა რომ არავინ არ გისმენსო, თუ რაღაც მაგალითად Activision-ი არ დადროპავს, Activision-ი ხო მეტაფორა არის რაღაც დიდი კომპანიების რა. და თუ რაღაც სახელი არ აქვს ამ ტიპს ან კომპანიას ან რაღაცას რომელიც დროპავს ამ ყველაფერს, მაშინ ხალხი არ უსმენსო რა. ანუ ჩვენ აპლიკაციები ვართო თუ ჩვენ ვართ სხეულები აპარიშენებით, რაც короче რეფერენსია დაახლოებით რობოტი ადამიანების ან operating applications stuck inside the Apple prison. ისევ იმაშიო ტელეფონებში ჩამკვდარი ისვართ რა, თაობა. Chicken hacking, download, updates that lack religion. ანუ ჰაკერული გადმოწერები იმ აპდეიტების, რომლებიც რელიგია დაკარგულიაო რა. ანუ ესეც მეტაფორა არის იმისი, რომ მაგალითად რეპერების ტრეკებს იპარავენ ტიპები. ეხლა სტრიმინგ სერვისები შემოვიდა, თორე სანამ სტრიმინგ სერვისები იყო, იქამდე პირატულად და სხვაგან მეც ამ ყველაფრის მსხვერპლი ვარ, იმიტომ რომ აქ რეალურად არც ჰქონდა მაგის ყიდვის საშუალება და არტისტების მუსიკას არ ყიდულობდნენ მოკლედ რა. და ეს chicken hacking download-ი არის ზუსტად ის ხერხი, რომელიც რელიგიას მოკლებული, ანუ ადრე მუღამი ქონდა იქ რაღაც $9 და $12 რო იხდიდი, სახლში მიქონდა ერთი სული ქონდა, აბარაში გადაიხადე ფული მაღაზიაზე მოგესმინა და ეხა პროსტა ანუ გრძნობლად თუ არა გრძნობი არედ უსმენ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ფასი არ აქვს რა შენთვის გაუფასურებულია ეგრევე. ეხა აქ რაც მოხდება კიდე ძალიან პიზდეცია. მოდი ვარე მოვუსმინოთ. Then soil tainting, disloyal changelings, preoccupied with boy and goyle, chasing and foiling others royal saintings. I sit back and watch the world through eye holes in my oil paintings. Ain't nothing to it but to do it. Or are we more than soil tainting, disloyal changelings, preoccupied with boy and goyle, chasing and foiling others royal saintings? I sit back and watch the world through eye holes in my oil paintings. და ეს ყველაფერი ხო მოყვა თუ უფრო მეტი ვართო ვიდრე მიწა რომელიც disloyal changelings ფორმატ ცვლილი თუ მახინჯი ბავშვები რომლებსაც დაბადებისთანავე მარხავდნენ მე მგონი ეგ არის რა ეს სიმართლე გითხრათ არ ვიცი რას ნიშნავს დღემდე და ამის იდეა დიდი ალბათობით ის არის რომ foiling others royal saintings ანუ სხვის სიწმინდეებს რო ვუარყოფთ თემა რა ყველაფერი რაც სტრანია ამას მარხავთ და რაც წმინდა ყველაფერს შეურაცხყოფთო რა მე კი უბრალოდ I sit back and watch the world through eye holes in my oil paintings ანუ ვხატავ იმას რასაც ხედავ და ვუყურებ ყველაფერს ჩემი ნახატებიდანო რა და მაშინ ვიდეოში ძალიან საინტერესო კადრია ერთი წუთი ფილმებშიც შეგვიძლიათ ალბათ როდესაც ნახატის ამოჭრილი თვალებიდან აკვირდებიან რაღაცებს რა ეგეც ერთ-ერთი რეფერენსი, მაგრამ აქ ლუპე რეალურად რასაც თვითონ ხატავს, რასაც უყურებს იმას ხატავს რა, ავთენტურია მაგის ეგ იდეა რა. Ain't nothing to it but to do it. Unless you Virgin Mary, nothing do it but to trust. Believe all that. Unless you judge. Life is not a dictionary. It's a thesaurus. And I feel like a missionary to a clitoris. The water bearer air of traditions that I swear to never change my chair position or conditions of my porridge. Submission for sedition against the religion of a chorus. Keep them golden weed thieves out the motherfucking forest. As I perform a nerd storm, I prefer my pictures in word form. Bury the hatchet like how a bird born. As I paint cold pictures like Kool-Aid facing condensation, having conversations with flavorful combinations, slave to my concentration. So that's OJ the juice man meets OJ with two hands and two gloves. That's too snug to judge who was who drew blood. And Lupe, look at all these toucans in a cemetery full of tomahawks, giving middle. Ain't nothing to it but to do it. Unless you Virgin Mary, nothing do it but the truest. Believe all that. Unless you Jewish. ეგრე გამოთქვამს რა. პიზდეც რა ხდება რა. Nothing to it but to do it. ანუ არც არაფერი უნდაო რა, უნდა აკეთო, მაგრამ do it. Unless you Virgin Mary, nothing do it. I have done her. ხო არის ის რომ მე მასთან სექსი მქონდა.
მაგრამ Virgin Mary nothing do it but the truest ღმერთი და დაიჯერეს ყველაფერი თუ არ ხარ იუდაიზმის მიმდევარი, იმიტომ რომ იუდაიზმი გეუბნება რომ ქრისტე აწი უნდა მოვიდეს და ის არ დაბადებულაო რა. ცხოვრება dictionary არ არის, ეგ არის რომ thesaurus ბევრად უფრო დიდი სიტყვათა მარაგია, ასე ვთქვათ, ვიდრე უბრალოდ თარგმანი რა. ყველაფერი უბრალოდ ვთქვათ თარგმნადი არ არისო, შეიძლება უფრო დიდი მნიშვნელობაც იპოვო რა ცხოვრებაში. და მე თავს ვზნობ როგორც missionary to a clitoris. The water bearer heir of traditions that I swear to never change my chair position or conditions of my porridge. ასევე water bearer არის ტიპი, რომელსაც თავისი წინაპრების ყველაფერი მოაქვს და თვითონ არის გამგრძელებელი ამისი. ასევე იგივე მნიშვნელობა აქვს heir of traditions that I swear to never change my chair position or conditions of my porridge. და არც ჩემი სკამის პოზიციას და არც იმ წყლის წამოსაღები ჯამის კონდიციას არ ვცვლიო რა. ანუ მე იმ სიმართლეს ვღაღადებო, რაც ჩემამდელმა წინაპრებმა, იგივე ეგრეთ წოდებულმა პიონერმა რეპერებმა დაიწყესო რა. კაროჩე ესაო ნამდვილი ჰიპ-ჰოპი. ყველაზე მარტივად ეგრე შემიძლია რომ ახსნა რა. Submission for sedition against the religion of a chorus. Keep them golden weave thieves out the motherfucking forest. ყველაზე მარტივად როგორც შემიძლია ახსნა, ის არის რომ ლუპეს მისამღერებს არ იყენებს რა. ანუ მისამღერების რელიგიას არ ვემხრობიო, სედაციას უკეთებო მისამღერების რელიგიას. გამომდინარე იქიდან რომ ამ ტრეკს მისამღერი არ აქვს და keep them golden weave thieves out the motherfucking forest, რომელიც დიდი ალბათობით მაგ დროს ქონდა დაწერილი რაღაც Twitter-ზე პოსტი, იგი ეზელიას აჯვამდა. დიდი ალბათობით მაგას ნიშნავს, რომ ქერათმიანი ქალებიო მოაშორეთო ტყეს, ანუ გააჯმევინეთო რეპ ინდუსტრიიდან ქერათმიან ქალ რეპერებსო რა. As I perform the nerd storm, I perform my pitches in word form. და მე ვიწყებ nerd storming-სო, ან მთელი nerd storming გჭირდება, რომ ეს დაწერო და თან მე ეს ყველაფერი გაიგო და წაიკითხო და ასე შემდეგ. მე მირჩევნიაო ჩემი სურათები სიტყვის ფორმით წარმოვადგინაო რა. ისევ იმას უკავშირდება, რომ ტრაკის ქნევა და შამპანურის სმა არ არის რეალურად ჰიპ-ჰოპი. ეს პიზდეცი ლაინია bury the hatchet like how a bird born. Bury the hatchet გამოთქმა, მაგრამ ისევ როგორც ჩიტის დაბადებაო რა, ფრინველის დაბადება. ოღონდ bury then hatch it. ეგ რო წაიკითხო რა, დამარხეო და შემდეგ hatch it, როგორც ფრინველი იბადებაო და hatching არის, როდესაც აი კვერცხიდან ამოდის ჩიტი რა. პიზდეცი რაღაცა, ანუ არ ვიცი ეს საიდან მოაფიქრდა ტიპს, მაგრამ bury the hatchet რო bury then hatch it იქნებოდა წარმოდგენა არ მაქვს. As I paint cold pictures like Kool-Aid facing condensation, having conversations with flavorful combinations, slave to my concentration. ისევ იმაზე მიდის ბაზარი, რომ და ისევ ხატავ ცივ სურათებს, როგორც Kool-Aid facing, ანუ Kool-Aid-ის Kool-Aid-ი კონდენსაციისას, ანუ Kool-Aid-ს ყინულებიანს ხო, ცხელ დღეს მირქმავ ყინულები, ცხელი დღე კონდენსაცია, having conversations with flavorful combinations, იმიტომ რომ Kool-Aid-ის სხვადასხვა ფლეივორებით და კაროჩ გემოებით გამოდიოდა. Slave to my concentration. So that's OJ the Juice Man meets OJ with two hands. Slave to my concentration, ანუ ისევ იმას ამბობს ტიპი, რომ ჩემ სტენდს არ დავარღვევო რა, მე ჩემი კონცენტრაციის მონავარო რა, მაგრამ კონცენტრატი, ანუ რაღაც ის რა იყო რა, წვენი და აქედან მოდის OJ the Juice Man, რომელიც რეპერია, მაგრამ OJ, ანუ Orange Juice და OJ, ასევე OJ Simpson-ი, რომელიც ცნობილია იმით, რომ კაროჩე არ ცოლი მოკლა და მე ეს რაღაც ხელთათმანი არ მოერგო და კაროჩე უნდა გაერკვიათ, რომ ვინ იყო რეალურად მკვლევარი. გავაგრძელოთ აბა. J with two hands and two gloves, that's too snug to judge who was who drew blood and
Lupe, look at all these toucans. In a cemetery full of tomahawks, giving middle fingers to the pigeons doing somersaults. Road runners don't fall off cliffs, they run across anomalies by the colony, flukes by the reservoir. While in pursuers end up as poofs on the desert floor. Levitating youths who know the truth of where the fountain hides. Buckaroo roofs painting tunnels onto the mountainsides. 1,000 parts a pound, a heart, an ounce of eyes, announcing out a doubt, and mouth pronounces out accounts of lies. Chocolate counts by the counts of 5. Refrigerator roof full of animals and monsters. Incinerator shoots in the manual for Contra. Assorted. Lupe, look at all these toucans in a cemetery full of tomahawks, giving middle fingers to the pigeons doing somersaults. Lupe, შეხედეო ამ ტუკანებს, ამავდროულად toucan Sam, მაგრამ ამერიკელებს მოუწოდებდა რომ წასულიყვნენ ომში და ეგ ადამიანები დაიღუპნენ და ეხა ტომაჰავკებთან ერთად არიან დამარხულები მიწაში, რითაც სხვა ადამიანებს კლავდნენ. Native ამერიკელებს, როდესაც აძევებდნენ თავიანთი მიწიდან და ამ ადამიანებს კლავდნენ რა. და ეგ Native კაროჩე ეგ ტიპები იყენებდნენ ამ ტომაჰავკებს, ნაჯახებს და დამარხულები არიანო თავიანთ ნაჯახებთან ერთად. და giving middle fingers to the pigeons doing somersaults. Pigeon ყოველთვის lower class ტიპთან ასოცირდებოდა რა. კანიბალოქსის pigeon-ის ტრეკიც მაგას ემსახურება რეალურად რა, რომ ჩვენ მტრედები ვართ, რომლებიც რაღაც პიცის ნარჩენებს ნაგვიდან ვიღებთ და მაგას ვჭამთ, როდესაც ამხელა კორპორაციები და ასე შემდეგ, კაროჩე შუათიც გვანახებენ, იმიტომ რომ იმათ დოხვია ფული აქვს და მთელი ძალაუფლებაც მაგათ აქვს რა, ჩვენ უბრალოდ მტრედები ვართ და ისინი არიან ტუკანები, იმიტომ რომ ტუკანი უფრო რაღაც დიდ ნისკარტიანი ლამაზი ეს არის რა, ფრინველი, მაგრამ აქ ტუკენი ხო toucan Sam-იც იყო, მაგრამ ტუკანი როგორც ფრინველი და ის ტიპები, რომლებიც მოუწოდებდნენ ამერიკელებს, რომ გააჯო, ესე იგი ტუკანი არის ის ვიღაც მთავარი, ვინც განაგებდა ამერიკას და ამ ადამიანებს, ესე ვთქვათ, კლავდა და ამავდროულად შუათიც განახებს ეგ ტიპი, რომელიც შენ აღიქვამს მტრედად რა, იმიტომ რომ თვითონ ტუკანია და ყლეზე კიდიხარ. Road runners don't fall off cliffs, they run across anomalies by the colony, flukes by the reservoir, while in pursuers end up as poofs on a desert floor. Პიზდეც რა ხდება ახლა აქ რა, ვილი კოიოტის ანიმაციას რო მიუბრუნდეთ რა, road runner-ები კატთან მივით რაღაც რო იყო კაროჩე და მე ეს გელი რომელიც მოსდევდა და ეს ისე გამოითქმის რომ ანუ world runners and road runners ეგრე გამოითქმის რა, ყოველ შემთხვევაში ეგრე გონია რომ არის road runner-ები არ ვარდებიანო, მომენტ აქ გაიჩიტა ძალიან კარგი აი ეს ხოდი რა, რომ როდესაც ეს რაღაც ქათამით რო აჯანდაბაც იყო, რომ მირბოდა, ამაზე ჩვეულებრივად გადადიოდა რა. და კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით იმას, რომ world runner-ებიც აქედან არ ვარდებიან, ყოველთვის აგრძელებენ სვლას და ამავდროულად road runner-ი ეს რაღაც ჩიკენკვატია, როცა მირბის, ეს არაფერ ხებს რა, მაინც წინ მიდის კოლონიით, ანუ ანომალიების კოლონიაო რა, flukes by the reservoir. Fluke არის როგორც თევზი, ასევე ნიშნავს რაღაც რო არ მოელი ეგეთი რომ ხდება რა, კოლონიიდან ამოვარდნილია ანომალია, რომელიც სამავდროულად რეზერვუარიდან ამოვარდნილია, იმ რაღაც განსხვავებულობას ნიშნავს, რაც აქვს მაგალითად ლუპეს სხვა რეპერებთან მიმართებაში. While in pursuers end up as poofs on a desert floor. და ის კაჯი ჩეისერები რა, ანუ ტიპები რომლებიც ცდილობენ რომ ლუპეს გაეკიდონ და მის დონემდე მიაღწიონ ან ცადონის რასაც ლუპე აკეთებს, იქცევიანო ფუფად desert floor-ზე და იქ ზუსტად ეგ ხდება ახლა შემდეგ კადრებში რა. Cliffs they run across anomalies by the colony, flukes by the reservoir, while in pursuers end up as poofs on the desert აი ეს ხოდი კაროჩე რა. floor. Levitating youth who know the truth of where the fountain hides, buckaroo roof painting tunnels onto the mountainsides, 1,000 parts and pound of heart and ounce of eyes announcing now the doubts in mouth pronounces out a count of lies. Chocula count by the counts of 5. მენტალურად ავამაღლებო იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც იციან სიმართლე თუ სად იმალება ჩანჩქერიო რა, თუ უბრალოდ რა ქვია მას, Fountain of Youth. ეს არის
იმასთან დაკავშირებული, რომ Bakuru roof painting tunnels into the mountainsides. კლდის კედელზე რო უხატავდა რა ეს კოიოტი, რომელიც ცდილობდა რომ ის რაღაც ქათმისნაირი რაღაც დაეჭირა. კედელს უკეთებდა კაროჩე და აქ უხატავდა რომ გასასვლელი იყო, მაგალითად ტუნელი და ის რო ჩქარა მირბოდა, იმას დაეტაკებოდა და მან უნდა გაჩერებულიყო და ეს კოიოტი დაიჭერდა და შეჭამდა ამას რა. მაგრამ ეს ისევ იმასთან კავშირდება, რომ ვინც ნამდვილი გზა იცისო და ვიღაცეები კედელს ეჯახებიანო რა. და აქ პროსტა რაც ხდება, რომ 1,000 parts a pound of heart, an ounce of eyes, an ounce in out, the doubts in mouth, pronounces out accounts of lies. არ შემიძლია ტვინი მიდუხს უკვე. 1,000 parts a pound of heart, an ounce of eyes, an ounce in out, a doubt in mouth, pronounces out accounts of lies. Chocula counts by the counts of 5. Refrigerator roof full of animals and monsters. Incinerator shoots in the manual for Contra. Assorted memories from my childhood. Absorbing energy from the wild woods. Electronic combat, Konami signed contract. Chinese chalk killing cucarachas on contact. Chicago, spread gun aficionado. Efficient spitting, bridging divisions isn't Chicano. Who's the boss? If it isn't Lista Milano. Do the call, ninja mission into the Congo. Polarized envy of the older guys. Black Obi Shinobi hitting Kino in the face with all my throwing knives. Sub-Zero guiding, hiding, riding in the pack as well. Sound Village, Leaf Village, Wolf Spirit, magic spells, yeah. Dodging rain and catching hell. Face seers need samurais to catch the L. Special research vessels made for catching whales. Fillet of fish, ship, sea shepherd, peppered with extra sails. Rewrite history, liberty needs a better bell. Maybe harder irons and carbon fibers that never fail. Smarter science mixed with our art alliance, a fairy tale. Or maybe just a metal pail you hit with steel tools to announce you've had enough and dropping out of SEAL school. Just like trout jumping out their house to let their gills cool. Cuba scuba couldn't take the temperature of my skill pool, yeah. Assorted memories from my childhood, absorbing energy from a wild woods, electronic combat, Konami san contract, Chinese chalk killing cucarachas on contact. აქ თავის ბავშვობის მოგონებებზეა საუბარი. Absorbing energy from the wild woods. უკავშირდება ისევ ზევით კონტრაზე, ქონდა ბაზარი კონტრა ძველი თამაშია, სადაც პირველ მისიაში ტყეში უნდა გაიარო კაროჩე და ენერგიები შეაგროვო, რომ დალეველაპდე და გაიზარდო რა. Electronic combat და Konami sign contract ისევ თამაშების სქემას უკავშირდება, რასაც ბავშვობაში თამაშობდა Konami-ს და Chinese chalk killing cucarachas on contact და კუკარაჩას ტარაკნებია და ამერიკაში გეტოებში ხშირადაა ცნობილი ეგ ფაქტი, რომ ტარაკნები იყვნენ სახლში და ამიტომ Chinese chalks ყიდულობდნენ, რომ მალევე და სწრაფად მოეკლათ ტარაკნები რა. Chicago spray gun aficionado და spray gun იგივე პულივიზატორია რა და ჩიკაგოში ანუ ბავშვობაში გრაფიტებს ხატავდიო. Efficient spit in bridging divisions is in Chicano. აქ დივიზია და bridging-ი და Chicano შეიძლება იმასთანაც იყოს კავშირში, რომ Chicano იყვნენ ანუ მექსიელების საბჯგუფი თუ რაღაც ეგეთი, რომელსაც ასე ვთქვათ, ცუდად მოიხსენიებდნენ რა, ნუ მე როგორღაც შეეგუა ხალხი ამ ყველაფერს და ვიღაცებმა ასე ვთქვათ, proud Mexican Chicano-ებად ყოფნა ირჩიეს რა. ნუ კაროჩე, აღარ არის უკვე ეგეთი ცუდი რა Chicano. მაგრამ ისევ ჩიკაგოელი ვარო და არა Chicano რა ეგეთი ხოდი. Who's the boss if it isn't Alyssa Milano? ეს ფილმია, თუ სწორად მახსოვს და Alyssa Milano არის რომელიც მონაწილეობს ამ ფილმში. და მე ისევ ფილმის სქემა მიდის Dudikoff არის ის ტიპი, რომელმაც American Ninja, გავარჩი მე მგონი რამდენიმე ფილმია სულ გამოსული რა და Ninja Mission into the Congo ესეც იმას უკავშირდება რა იმ ფილმს. Polarized envy of the older guys, Black Obi Shinobi hitting Kino with the face with all my throwing knives. აქ პიზდეც ხდება ვაფშე ძმა. Black Obi Shinobi და Black Obi Shinobi ხო ერთმანეთთან ირთმევა, მაგრამ Black Obi Keno, ანუ Obi-Wan Kenobi ხო არის და Black Obi Shinobi hitting Keno Obi Keno. კაროჩე, Obi-Wan Kenobi Shinobi Naruto-დან, რომლებიც ასევე იმას ისროდნენ, რა ქვია, დანებს, მაგრამ Obi-Wan Kenobi ხო არის და ამავდროულად Kano Mortal Kombat-დან, რადგან აქ Sub-Zero და ანუ Raiden-საც ახსენებს. Mortal Kombat-ის სქემაც, Naruto-s სქემაც და Star Wars-იც ერთად არის გაერთიანებული, რომ
Black Obi, Shinobi, in Kino, in a face with all my throwing knives და კეინოც ის ტიპია, რომელიც დანებს ისვრის. ღმერთო ჩემო, ანუ კეინო, Black Obi, Kenobi, ანუ Obi-Wan Kenobi და Shinobi ეს სამი სქემა არის დაკავშირებული აქ იმასთან, რომ პროსტად შეიძლება ითქვა, რომ დანასგესვრის სახეშიო რა და Dodging Rain and Catching Hell. The Rain-იც კიდევ ერთი Mortal Kombat-ის ქერექტერია რა. აი აქ ხო twin მოგვიტყნა ტიპმა. ეხლა ნახე აქ რა ხდება რა. Faith Seers need samurais to catch the L. პირველი მნიშვნელობა ამისი რაც არის ისაა რომ რადგან ზევით მიდიოდა ანიმეს და სხვა კაროჩე რადგან ახსენა ნარუტოს სქემა, აქედან დააკავშირა Death Note-ის თემასთანაც, სადაც Light Yagami ეს კადრიც მაგითო დავაპაუზე აქ რომ ეს არის Light Yagami, ეს არის Eli, მაგრამ Eli არის ესეც რეალურად, იმიტომ რომ Light ქვია და Faith Seer ამ დროს არის ეს და ამან უნდა დაიჭიროს ეს, იმიტომ რომ ეს ხალხს კლავს კაროჩე Death Note ვისაც გააქვთ ნანახი რა. ესა ერთი მნიშვნელობა, მეორე მნიშვნელობა ის არის რომ ანუ samurai sword catching ტექნიკა რა, ხმლის დაჭერის ტექნიკები რო არსებობს ეგ. მესამე მნიშვნელობა არის ის რომ ჩიკაგოში მატარებლის სისტემას ქვია L-train სისტემა და ანუ რო დაიჭირო Eli, ანუ მატარებელს რო მოუსწრო, ესე ვთქვათ. და შეიძლება მეოთხე მნიშვნელობაც ის იყოს რომ Eli რადგან Lupe fiasco არის Faith Seers need samurais to catch the L's. ანუ ვიღაც ტიპებს უჭირდებათო სამურაიები რომ მე დამიჭირონო რა, მაგრამ ანუ რატო არის ეგეც მნიშვნელოვანი Lupes აქვს მე მგონი რამდენიმე შავი კამარი სხვადასხვა იმაში რა, martial arts-ში ვიღაც რეკავს. Wow, okay. Алло. უსტრანესი ინტერაქცია იყო ტელეფონზე ვიღაცამ no caller ID-ით დარეკა და კაროჩე. იმედია შევეშალე. რთული, კაროჩე. მოკლედ ვიყავით ისევ ამ რაღაც სახსნაზე და ნუ Lupe samurai, Lupes რო ხმალებთან კარგი ურთიერთობა აქვს, ეგ ვიცით მისი ვიდეოებიდან და ის რომ რამდენიმე შავი კამარი აქვს და კიდევ ერთი მნიშვნელობა იყო ეგ, კაროჩე რა. Rewrite history, Liberty needs a better build. კიდევ ერთი არა რეფერენსი იმაზე, რომ Liberty-ის ზარი გაბზარულია, ისევე როგორც მაგალითად ყველა დაპირება, რომელიც ამერიკის ისტორიაში არსებობდა. ალბათ. To announce you had enough and dropping out of SEAL school და ისევ ზარის დარეკვის ანუ ბელის სქემას აგრძელებს, სადაც SEAL school-ში როდესაც ემზადებიან და ამ ტრენინგებს გადიან, თუ აღარ შეუძლიათ უკვე და ოფიციალურად უნდათ რომ თავი დაანებონ ამ ყველაფერს და ამ კაროჩე მორჩნენ თავის ტრენინგს ვეღარ იტანენ, უნდა მივიდნენ და ის რაღაც ოქროსფერი ზარი უნდა დარეკონ. ისევე როგორც Straut-ი ხდება წყლიდან რომ მისი ლაყუჩები არა და ნუ კაროჩე ეგენი რომ გააგრილოსო რა. Cuba Scuba couldn't take the temperature of my skill pool. Cuba Scuba მოკლედ ისდეცი ყვინთავი რომელმაც ვერ აიტანაო ტემპერატურა ჩემი skill pool-ის და ანუ skill pool, ესე იგი შენი სკილების pool აუზი, ჩემი სკილების აუზის ტემპერატურა ვერ აიტანაო Cuba Scuba, მაგრამ ყვინთავი რაც უფრო ქვევით ჩადის ხო უფრო ცივდება წყალი, მაგრამ Lupe კიდე უფრო ცივ წყალში ცურავს, მაგრამ skill pool კიდე მისი სკილების, კაროჩე ეგ ორი რაღაცაა დაკავშირებული ერთმანეთთან რა, რომ იმდენად cold ტიპია რომ მის skill pool-ში ღრმად არის და Cuba Scuba, რომელიც ისდეც ყვინთავი იყო, ვერ ჩადის იმ სიღრმეზეც კი. Said it feels cool to kill fools, slipping through the cracks like when you try to grill gruel. Techno Viking water bottle when not following pill rules, or have you off the throttle when you should be modeling chill mood. Roller skate maker, you just cobbling wheel shoes. Overweight taster, king's food that kills crews. Oblivious featherweight baker who autograph cakes whenever his quill moves over your milieu. Simple as a Buddhist monk in the temple standing in some hill grooves with the abbot practicing stillness.
Real still till he realizes realness. Defeat samsara, achieves nirvana and brilliance. Yeah. ვაჰ. სულ ცოტა დაგვრჩა მეგობრებო და ამ ყველაფერს გავიტანთ საბოლოო ფინიშამდე, საბოლოო ფინიში. თითქოს იქამდე ფინიში არ არის საბოლოო ფინიში, თუ ამაში საბოლოო რატომ არ არის? ისევ skillful-იდან, რადგან ტემპერატურა უფრო ცივია ქვევით, ასე it feels cool to kill fools. მაგრამ cool ორივე მნიშვნელობით რომ მისწორდებაო დებილების მოკლა, ანუ ესე ვთქვათ ტრეკზე რა, დებილი რეპერების მოკლა ტრეკზე მისწორდებაო, მაგრამ cool ასევე იმას უკავშირდება, რომ წინათ ცივ ტემპერატურაში იყო რა. Slipping through the cracks like when you try to grill gruel. Gruel არის რაღაც შრის ფაფასავით რაღაც რა და slipping through the cracks ისე თითქოს გრილზე გრუელის შეწვა ცადო და კრეკები ხო გრილს აქვს და ამაში slipping through Techno Viking water bottle and the following pill rules ეგ ვიდეოც ალბათ ნანახი ექნება Techno Viking-ი რო ქუჩაში დადის და წყალს სვამს და pill rules არ მიყვება იმიტომ რომ აშკარად პიზდეს კაიფშია რა will have you off the throttle when you should be modeling chill moods. არ ვიცი რამდენად ნიშნავს იმას, ანუ რამდენად უკავშირდება chill mood ისევ grooves, მაგრამ აი have you off the throttle მეტაფორულად ნიშნავს, რომ გააფრინო რა და pill rules, როდესაც უარყოფ, გააფრენ რა, ეგეთ ხო, როდესაც უბრალოდ უნდა მოდელირებდეო chill mood-ზეო რა. Roller skate maker or you just coupled in wheel shoes. Roller skate-ებს აკეთებ თუ უბრალოდ ფეხსაცმელებით დადიხარ, რომელსაც ქვევით ისინი ქონდა რა ქვია ბორბლები. Overweight taste of king's foods that kills crews. მეფეებს საჭმლის ტესტერები ყავდათ ადრე, რომლებიც თუ მოკვდებოდნენ, მერე მეფე აუცილებლად იმ ადამიანებს მოკლავდა, რომლებმაც ეს საჭმელი დაამზადეს და ამით მის შიმშილს მოიკლავდა. Oblivious featherweight baker who autographed cakes whenever his quill moves over you mill you. და აქ მისი ოპოზიტი არის, ანუ overweight taster-ის featherweight baker-ი, რომლებიც ყველაფერზე თავის ავტოგრაფს ტოვებს, ანუ რაზეც წერსო. და ეს ყველაფერი ეს ორი რაღაც, ეს ორი ლაინი უკავშირდება იმას, რომ overweight taster ტიპები და ესენი რა ქვია featherweight baker-ები შეიძლება აღიქვა როგორც რეპერები რა, ტიპები რომლებსაც ბევრი ფული აქვთ და ჭამით სკდებიან და featherweight baker-ები, რომლებიც თავის სახელს ტოვებენ ყველაფერზე, რასაც წერენ რა. ისეთივე მარტივი როგორც ბუდისტი ბერი თავის თემპლში, hill grove-ზე, როდესაც დგას აპოთთან ერთადო და ვარჯიშობს stillness-ზეო რა, ანუ გაჩერებულები რო არიან. რაც ისევ შეგვიძლია დაუკავშიროთ იმ რეპერების თემას რა. Real still till he realized his realness, defeat samsara, achieve nirvana and brilliance. როგორც იქნა მოვჩით ეს საზიზღარი ტრეკი. სამის თქვენ ხო არ გინდა ხო? როგორც ვივარაუდე, დღეს ძალიან გაიწელა ეს ვიდეო, შესაბამისად Adoration of the Magi tracks განვიხილავთ შემდეგ ვიდეოში და შეიძლება კარგიც იყოს, რომ თითო ტრეკს, თითო ვიდეო დაეთმობა. ლუპეს რაც შეეხება, ეს ტრეკი არის მისი აბსურდიზმის რაღაც მაქსიმალური ლეველი თავის კარიერის და რაც აქ ხდებოდა, თუ ყველაფერი მოისმინეთ და ბოლომდე გაყევით ვიდეოს და მოაღწიეთ აქამდე. Congratulations, washing, washing, cushions for this neck. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მინდოდა ამ ვიდეოში და ამ ვიდეოთი მეთქვა და მენახებინა ის არის რომ აი არსებობენ ესეთი დონის ლირიკოსები, ლირიცისტები. მინდოდა მეჩვენებია თქვენთვის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ტრეკი და თუ რა დონეზე შეიძლება იყოს დაწერილი ტექსტი, რა შეიძლება ნიშნავდეს გამოყენება ომონიმების, რა შეიძლება ნიშნავდეს ორმაგი, სამმაგი, ოთხმაგი, ზოგჯერ ხუთმაგი მნიშვნელობის რაღაც ერთი პატარა წინადადება.
რომელიც ლუპეს ძალიან კარგად გამოსდის. სამომავლოდ დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენც რაღაც სურვილი გაგიჩნდებათ იქ-ექოთ მის სხვა ტრეკებში. კიდე აქვს ლუპეს ძალიან კარგი ტრეკი Dump It Down მაგალითად. და როგორც ვახსენე Adoration of the Magi-ს ამის შემდეგ ანვიხილავ, შეიძლება ცალკე ვიდეოც დაეთმოს Dump It Down-ს ან ის ორი ერთად. მაგას უკვე შემდეგ ეპიზოდში ვიხილავთ. ეს კი არის უკვე მე-11 ეპიზოდის დასასრული. კიდევ ერთხელ მადლობა, რომ ჩემთან ერთად ამ ტრეშს იზიარებთ და ტვინის ბურღვის ამტანები ხართ. თუმცა საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ როდესაც რაღაც ფუნდამენტურ ვიდეოებს მოვჩები და სანამ ისევ დაუბრუნდები პოდკასტურ და რაღაც შედარებით უფრო მხიარულ და საინტერესო თემებს, ეს იქნება ჯებირის სახით მისასვლელი იმ რაღაც წყლის კოტიჯამდე. ვაუ, როგორი რაღაც რეფერენსული. ხო, ძალიან, короче, საკმაოდ ბევრი ვილაპარაკე დღეს. კომპიუტერთან ვზივარ უკვე სადღაც 2 საათია რა. მით უმეტეს ის რაღაც პრენკ კოლი თუ რაღაც რო короче, ვერ დავამღავ 5 წუთი ვიღაც მიხსნი და რაღაცას რო ვიცნობდი და რეალურად. და თუ შენ იყავი ეს რომელიღაცა თქვი და მომწერე და თუ მაგის ტრაკი გაქვს სიმონ და მაგის ახსნა შეგიძლია და მაგას გამიასნებ მაგი და 2 საათზე რომ ირეკავ შემინაია სიმონ რომ მეუნები რომ აგიო და 5 წუთი მელაპარაკები და მეუნები დამპალი მაგ ტვინი წავედი ვეცდები რომ შემდეგი ვიდეოც მალე ჩავწერო და მალე მოვიტანო და კაროჩე მალე დავდო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ფსელი, მაგრამ